ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში ამ წუთებში ბრატისლავაში პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის და პეტერ პელეგრინის შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. უკვე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სლოვაკი კოლეგა საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ დელეგაციას მიესალმა აჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება ასევე სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. პრეზიდენტის ვიზიტს კესო ქაფიანძე აშუქებს, ის ბრატისლავადან გვერდება. კესო დეტალებს ველოდებით ჩვენგან. დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართული ჰიმნით დაიწყოს. სწორედ ეს წუთია დასრულდა საქართველოს პრეზიდენტსა და მის სლოვაკ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ამ თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, არსებული გამოწვევებისა და გლობალური ვითარების ფონზე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნების ერთმანეთისთვის მხარდაჭერა. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისათვის და მხარდაჭერისთვის. როგორც უკვე გითხარით, დღეს შეხვედრა, ოფიციალური შეხვედრა საქართველოს ჰიმნით დაიწყო. მიხეილ ყაველაშვილმა საპატიო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. ამ წუთებში კი რეზიდენციაში მიმდინარეობს დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა, სადაც განიხილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ჩვენ გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ როგორც ორმხრივი ურთიერთობების თემატიკაზე, ასევე ვისაუბროთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ევროკავშირის ბიუროკრატებს ბრიუსელს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ასევე საშუალება გვექნება ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც სლოვაკეთს შეექმნა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს შეექმნა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე და მათ შორის ოკუპაციიდან გამომდინარე. ჩვენ მივაწვით მათ ამ ინფორმაციას. გვექნება საშუალება რომ ერთმანეთს გაუცვალოთ მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი როგორც ევროკავშირზე, ასევე შავი ზღვის რეგიონზე მთლიანად. გვექნება საშუალება ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით. ვიცით რომ სლოვაკეთიც დაინტერესებულია გამჭვირვალობის კანონის, მსგავსი კანონის მიღებით. მიხეილ ყაველაშვილს გარდა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისა დაგეგმილი აქვს სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები. დღეს ის ასევე შეხვდება სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, ასევე სლოვაკეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. მიხეილ ყაველაშვილს გუშინ და ქართულ დელეგაციას გუშინ ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყვეს. სწორედ მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად ბრატისლავას ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ასევე მორთულია ბრატისლავას მთავარი და ცენტრალური ხიდი საქართველოსა და სლოვაკეთის დროშებით და ბრატისლავას ქუჩებში საქართველოს დროშები ფრიალებს. მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ბრატისლავაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის ხვალ 3 აპრილს დასრულდება. მადლობა. ბრატისლავადან კესო ქაფიანძე საუბრობდა. ჩვენ განცხადებებს პრესკონფერენციას დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დეზინფორმაცია და პოლიტიკური მანიპულაციები მიუსაფარი ცხოველების თემით. მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების ახალ კამპანიაზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ცხოველების თემა სენსიტიურია და კონკრეტულმა პოლიტიკურად დაინტერესებულმა პირებმა ის საზოგადოებაში ხელოვნური აჟიოტაჟის შესაქმნელად გამოიყენეს. გავრცელეს არაერთი ცრუ ინფორმაცია, მათ შორის თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ, რისი მიზანიც მათი თქმით პოლიტიკური მანიპულაციებით საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენა. მიუსაფარ ცხოველებზე გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიც. უწყებამ შემოწმება ჩაატარა, რის შემდეგაც რაიმე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. მათივე განმარტებით მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების, მათ შორის ვაქცინაციის და სტერილიზაციის მიზნით ხდება, რის შემდეგაც ისინი ისევ ძველ გარემოში ბრუნდებიან. თემის დეტალებით ნანა გოგატაძე უერთდება კურიერს. ეთერში ხარ ნანა. მას შემდეგ რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ერთი მეორის მიყოლებით ავრცელებენ ოპოზიცია თუ მათი მხარდამჭერები განცხადებებს თუ ვიდეოებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გორში თავშესაფარში მიუსაფარ ძაღლებს წვავენ. მოვისმინეთ არაერთი ოფიციალური განმარტება ოფიციალური უწყების მხრიდან, მათ შორის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ გარემოს ზედამხედველობითი სამსახური იყო ჩასული ადგილზე, თუმცა ადგილზე არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა და ბუნებაში საპირისპირო მტკიცებულებები
მტკიცებულებები არ არსებობს. Ამ კამპანიის მიზანი კი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რაც შეეხება უშუალოდ ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამას, რომელიც ამ დროისთვის 3 რეგიონში მიმდინარეობს. Ამ პროგრამის მიზანი არის, რომ მიუსაფარი ძაღლები დროებით იქნას გადაყვანილი თავშესაფარში, სადაც მათ შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდებათ, როგორიც არის აცრა, კასტრაცია, სტერილიზაცია და ამ პროცედურების და რეაბილიტაციის შემდგომ ძაღლები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ბუნებრივ გარემოში ბრუნდებიან. ცხოველების დაცვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებისა და მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს ცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად შემოწმდა გორში ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველებისთვის თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებითა და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია. ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟი და სენსიტიური თემებით ადამიანების ემოციებზე თამაში და манипуляცია მართლ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მთავარი мотиваცია არის ხელისუფლების დისკრედიტაცია და მიუხედავად არაერთი ოფიციალური განმარტებისა, ოპოზიციონერი ლიდერები თუ მათი წარმომადგენლები და მხარდამჭერები სოციალურ ქსელში მაინც ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოს გორის თავშესაფარში ხდება მიუსაფარი ცხოველების დაცვა. პირდაპირ ლოგიკური ეჭვი მაქვს მე, რომ დიდი ალბათობით სურსათის მიყვანილი ძაღლები წუხელ მიიღო გორის მუნიციპალურმა თავშესაფარმა და 9 საათში, რაც შევიდა სურსათის მანქანები იქ მუნიციპალურ თავშესაფარში, ეს ძაღლები ცოცხლად შეყარეს ღუმელში და ცოცხლად დაწვეს. და ეხლა უყურეთ, განერთი და 2 ძაღლი დაწვეს. 4 საათის განმავლობაში ძაღლებს წვავდნენ. ახლა ვართ გორში ძაღლების თავშესაფართან და ვარკვევთ თუ რატომ წვავდნენ აქ ძაღლებს გუშინ. სხვათა შორის საჭიროა რომ ოპოზიციის დიდი ნაწილიც, რომელიც ახლა დაკავებულია, გასაგებია უცხოეთ სიარულით და საგარეო ამბების კომენტირებით, მეტი ჩართულობა გამოიჩინონ. გორში ვარ, მუნიციპალურ თავშესაფარში მოვედი გორში. იცით რა თემასთან დაკავშირებითაც ცხოველების მიმართ სტიკი მოპრობის საკითხზე. მთელი თავშესაფარი აღჭურვილია კამერებით. შესაძლებელია, რომ სიმართლესთან დაკავშირებით გუშინ რა მოხდა კრემატორიუმში, გამოქვეყნდეს კამერების ჩანაწერები. მსგავსი შინაარსის განცხადებები მართველი გუნდისთვის უცხო და ახალი არ არის, ვინაიდან ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მტკიცებულებების გარეშე ტყუილების ტირაჟირება სწორედ ოპოზიციის ხელწერაა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ მიზანმიმართული კამპანიის ერთადერთი მიზანი და мотиваცია არის საზოგადოებაში ყალბი აჟიოტაჟის შექმნა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არა ადამიანური მოპყრობა ცხოველებისადმი. და დაინტერესდით, როგორც ჰუმანური კუთხიდან, ასევე დაინტერესდით, ხომ არ მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული და მივიღეთ ინფორმაცია სრული და ამომწურავი, რომ ეს არ მომხდარა. საპირისპირო მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. და როდესაც სახელმწიფო შესაბამისი უწყებები განცხადებას აკეთებდნენ, უბრალოდ კი არ უარყვეს. სიტყვა ტყუილიც ახსენეს, რა, უპრეცედენტო ტყუილიც ახსენეს, იმიტომ რომ ეს მართლა ეს არის. ახლა დააკვირდით, ვინ არიან ეს ადამიანები, რომელმაც რაღაცა მოიკითხეს, იკითხეს, რომ რამე მტკიცებულება არსებობს ამისი, რამე ფორმით რაღაცით შეიძლება, რომ ეჭვი მივიტანოთ ვინმეზე, რომ ესეთი არაადამიანური საქციელი ჩაიდოს. რა თქმა უნდა, არაფერი არ იკითხეს. გამოცვიდნენ, როგორც კი იფიქრეს, რომ ვითამაშებთ ხალხის კეთილშობილ გზნობებზე და შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ ეგ გამოვიყენოთ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაიწყეს ამისი დეკლარირება და დაიწყეს ამისი ტირაჟირება. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ბევრჯერ გაუკეთებიათ ეს მათთვის საზიანოდ საკუთარი თავისთვის. ეხლა როცა ხარ უსინდისო პოლიტიკური ორგანიზაცია ან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და რაღაც ტყუილს ამბობ, 24 საათი მაინც უნდა გაძლოს ამ ტყუილმა. რამოდენიმე საათში უკან რომ მოგიბრუნდება ეს ტყუილი და ყველა დაინახავს, რომ ამ ტყუილის შემოქმედი შენ ახარ და ამის მატერიალიზირებელი შენ ახარ. აი რა დადებითი დივიდენდი უნდა მიიღო შენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აკეთებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გორის თავშესაფარში ძაღლებს წვავენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
ორშაბათს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 11 მაისამდე შეეძლებათ. პროცესი 6 აპრილს დილის 10 საათიდან დაიწყება. ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს გაეცნონ პროცედურებს და დროულად გაიარონ ყველა ეტაპი. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულიად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ჩასაბარებელი საგნები და საგამოცდო ქალაქი. მიმდინარე წელს აბიტურიენტებისთვის ორი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მეორე სიახლე არის ის, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად აბიტურიენტებს მიეცემათ შესაძლებლობა აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ ხვალ წმინდა სინოდი პირველად შეიკრიბება. სხდომა 12 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოწვევით გაიმართება. მიზანი საორგანიზაციო საკითხების განხილვაა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. იმსჯელებენ ტექნიკურ საკითხებზე და გაფართოებული კრების დეტალებზე, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ. განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს სასულიერო პირებმა. ამ კრების მთავარი მიზანი არის განიხილონ ის საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. ანუ რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, წმინდა სინოდის კრების ადგილი, დრო, სივრცის მოწყობა, დელეგატთა რაოდენობა და ვინაობა, პროტოკოლის საკითხები და ასევე თითოეული ის საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები, რომელიც მოიცავს ამ სინოდის სხდომას. ასევე გვინდა მოუწოდოთ საზოგადოებას და გავახსენოთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით დიდ მარხვის პერიოდში და თითოეულ ჩვენგანს გვმართებს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთად მივაგოთ ღირსეული პატივი ჩვენს უწმინეს და უნეტარეს ილია მეორეს. ამერიკა საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში კახა კალაძემ. თბილისის მერმა გადაცემაში დაანონსა, რომ აპრილში ქართული მხარე ელოდება საინტერესო სიახლეებს, რაც სასიხარულო იქნება ქართული საზოგადოებისთვის. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის შტატებთან ურთიერთობა ახალი ფურცლით დაიწყოს, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან არა მხოლოდ უბრალოდ ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანია ასევე ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, რადგან წინა ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით იყო მტრული დამოკიდებულება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ბოროტებაზე, არასწორ ინფორმაციაზე, შანტაჟზე, მუქარაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ არ დაგვიმალავს ეს დამოკიდებულება, აბსოლუტურად ღიად საუბრობდით ამ ყველაფერზე. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებთან არა მხოლოდ ურთიერთობები და მეგობრული დამოკიდებულება, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული. აპრილის თვე დასახელდა, სადაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ხომ არ მიგვანიშნებთ რა ინფორმაციას გულისხმობთ? დაველოდოთ ყველაფერი ცხადიდან ნათელი იქნება. ამ კონტექსტზე ხება შეერთებული ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას.
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით გასული წლის სექტემბერში ჩამოსული მისის ანგარიში წარადგინეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე. დოკუმენტი მოიცავდა რეკომენდაციებს და რეზოლუციის ტექსტებს, გაიმართა დებატები და კენჭისყრა. სესიას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრებიც, პრობლემაც ანგარიში ტენდენციურად და მიკერძოებულად შეაფასეს. მათი განმარტებით ტექსტში არ არის ნახსენები არც ერთი სიტყვა 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე, გამორჩენილია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებიც. მიგვაჩნია და ვთვლით, რომ ეს ანგარიში არის ტენდენციური, არ ასახავს რეალობას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა არჩევნებამდე და არჩევნების მერეც თავისთავად, იმიტომ რომ არ არის არც ერთ პუნქტში მოხსენიებული ის თუ რაც გეგმავდა ოპოზიცია 4 ოქტომბრამდე და შემდეგ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული გადატრიალების მცდელობა, რომელიც იქნა აღკვეთილი, ამაზე საერთოდ არ არის გამოხვილებული ყურადღება, ასევე არ არის გამოხვილებული ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა არჩევნებთან მიმართებაში, როდესაც თვითონვე კონგრესის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ ჩამოსული საქართველოში და თვითონ იყვნენ გაკვირვებულები თუ რატო არ იღებდა ოპოზიცია მიღებულ მანდატებით პარლამენტში თავიანთ საქმიანობაში მონაწილეობას და ამ საკითხებზე ბუნებრივი აღარ საუბრობენ. თავისთავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო გააძლიეროს თავისი წინსვლა. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მკაფიო მოსაზრება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად არის საცდენილი რეალობა. არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არის საქართველოში დემოკრატიის კუთხით, ქართული ხალხის ნების გათვალისწინებით და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა ეროვნული ინტერესების და ღირებულებების დაცვით. წითელი ცირკულარი ძებნილი დაკავეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში აიყვანეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. უკანონო სახერხის საამქრო თბილისში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა არარეგისტრირებული ობიექტი გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამოავლინა. ამოღებულია ხის მასალა, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მუხა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შეინიშნება სამართალდარღვევების მნიშვნელოვნად კლება, ბრაკონიერობა დეპარტამენტის მაინც თავარ გამოწვევად რჩება. რაზეც მიუთითებს ჩვენს მიერ ქალაქ თბილისში გამოვლენილი უკანონო სახერხის საამქრო. ჩვენს მიერ გამოვლენილი თითოეულ ფაქტზე დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მიხაილ სარჯოლაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივ პროგრამებზე და დაგეგმილ აქტივობებზე. განიხილეს დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა ეს თანამშრომლობა, ვინაიდან ისეთ მნიშვნელოვან სამიზნეებზე არიან ორიენტირებული, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს. მათ შორის უნდა დავასახელოთ, რა თქმა უნდა, იგივე დემოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უკავშირდება მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიც არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მაგალითად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლა, ეს არის განსაკუთრებულად საყურადღებო პრიორიტეტი. არის აქ მაგალითად დაბერების სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხი და სხვა არაერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელთან მიმართებაშიც თანამშრომლობთ ამ დრომდეც და ასეთი დონის ვიზიტები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო ახალ, მაღალ ეტაპზე გავიდეს, მაღალ ხარისხში გადავიდეს ეს თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ თუ როგორ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას განსაკუთრებით დემოგრაფიული მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ქვეყნის პროგრესის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდის სახელით ვადასტურებთ მტკიცე მზადყოფნას მომავალშიც გავაგრძელოთ სამინისტროსა და ქვეყნის მხარდაჭერა აღნიშნული მნიშვნელოვანი მიმართულებების შემდგომი განვითარებისთვის.
ირანმა და ჰეზბოლამ ისრაელზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანეს. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო. დაშავებულია 3 ბავშვი. პარალელურად გრძელდება იერიშები როგორც ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ეკონომიკის საკვანძო ობიექტებზე. დარტყმები იყო ფოლადის 3 უმსხვილეს ქარხანაზე, ასევე კომპლექსზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ირანის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს მიმართა და განცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის როგორც დაპირისპირება, ისე თანამშრომლობა თანაბრად არის შესაძლებელი. მისივე თქმით, ირანი ნებისმიერ აგრესიას გაუძლებს. ამერიკის პრეზიდენტმა მანამდე გუშინ განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტმა მას ცეცხლის შეწყვეტა პირადად სთხოვა. ინფორმაცია მალევე უარყო ირანის საგარეო უწყებამ. ამერიკელი სამხედროები ირანში მიმდინარე ოპერაციას უახლოეს პერიოდში დაასრულებენ. აცხადებს დონალდ ტრამპი. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ძლიერი დარტყმები ელის, რაც ქვეყანას ქვის ხანაში დააბრუნებს. თუმცა ირანი უარს იტყვის ამერიკულ პირობებზე, იერიში ერთდროულად იქნება ქვეყნის ყველა საკვანძო ელექტროსადგურზე, აცხადებს ერთი სახლის ლიდერი. პასიური პოზიციის გამო დონალდ ტრამპმა ნატოელი მოკავშირეებიც გააკრიტიკა, თავად ალიანსს კი ქაღალდის ვეფხვი უწოდა. ზოგიერთი ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავდა, ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან. ნატო გვერდით არ დაგიდგება თუ ოდესმე დიდი ამბავი მოხდა. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ დიდ ამბავში. იმედია ეს არც მოხდება, მაგრამ ისინი იქ არ იქნებიან. ჩვენ კი მილიარდებს ვხარჯავთ. უკრაინაში საერთოდ არ უნდა წავსულ ვიყავით. უკრაინა ათასობით მილის მოშორებითაა ოკეანის გაღმა. ჩვენ მათ დავეხმარეთ, ნატო ძალიან ცუდად მოგვექცა. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ისინი ისევ ასე მოგვექცევიან თუ ოდესმე მათი დახმარება დაგჭირდება. თუმცა იმედია არასდროს დაგჭირდებიან. არ მგონია საერთოდ რამის გაკეთება შეეძლოთ. მე ბრიტანეთსაც ვკითხე, რომელიც ჩვენი საუკეთესო მოკავშირე უნდა იყოს. ვუთხარი, თქვენ ხომ გაქვთ ის 2 ძველი დაშლილი ავიამზიდი. იქნებ გამოგეგზავნათ. ვუთხარი, შენ ხომ პრემიერ-მინისტრი ხარ თქო? არა და არაო. ჩემს გუნდს უნდა ვკითხო, ბატონო პრეზიდენტო. ულტიმატუმი თეთრი სახლიდან ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებს უკრაინის დახმარების შეწყვეტით ემუქრება. Financial Times-ის ინფორმაციით ამერიკის პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებს მკაცრი პირობა წაუყენა. თუ ევროპული ქვეყნები ჰორმუზის სრუტის გამბლოკვის სამხედრო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან, შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. საუბარია პრიორიტეტული შესყიდვების პროგრამის შეჩერებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპელი სახელმწიფოები ამერიკულ შეიარაღებას კიევისთვის გადასაცემად ყიდულობენ. ექსპერტების შეფასებით ვაშინგტონის ეს მკაცრი ტონი მიანიშნებს იმას, რომ თეთრი სახლი მოკავშირეებისგან ახლო აღმოსავლეთში უფრო აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა დგება. როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, პენტაგონი უკვე განიხილავს შესაძლებლობას ირანთან ომისთვის გადაამისამართოს ის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი. არტემის 2 ნასამ ისტორიული მისია დაიწყო. კოსმოსურმა ხომალდმა ორიონმა, რომლის ბორცზეც 4 ასტრონავტი იმყოფება, სტარტი ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან მთვარისკენ აიღო. ეს არის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც პილოტირებული ხომალდი დედამიწის თანამგზავრს ასე მიუახლოვდება. 10 დღის განმავლობაში ეკიპაჟი მთვარეს გარშემო შემოუვლის, გამოცდის ხომალდის სისტემებს და უკან დედამიწაზე დაბრუნება. ამ მისიის მთავარი მიზანი მთვარის ორბიტაზე მუდმივი სადგური შექმნა, რომელიც კაცობრიობისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე ერთგვარი კოსმოსური პორტი გახდება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში ბრატისლავაში დაიწყება საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი. განცხადებებს მედიისთვის კურიერის შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში, ასე რომ სულ დროებით გემშვიდობებით.